ჩვენ ბავშვობაში კარგად მახსოვს მეგობრობის დღიური იყო. თუ ავსებდით ხოლმე ოქროსუბნელი ბიჭები მეგობრობის დღიურებს. ოქროსუბნელი ბიჭების ესე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, როცა ჩვენ სოფელში ვცხოვრობდით ნოქალაქებში, მე-4-დან მე-6 კლასამდე და სადღაც მე-4 კლასში შემივსია კიდევაც და როგორც მახსოვს, მქონდა კიდევაც საკუთარი, მახსოვს კიდევაც კითხვა იყო ხოლმე, რომ რა გინდა გამოხვიდე და ჩემმა ძმამ ჩაწერა მაფიოზი, სულ პატარა იყო და და ლადურას წერდა რა გინდა გამოხვიდეში. მორაგბე თავიდანვე? აღარ მახსოვს. მან ხო რაღაცა ისე იყო, რომ შენსას რო ავსებდი იმას მალავდი. ხო რაღაცა ხო ეგეთი ის იყო, გოგოებს ეგრე ქონდათ, რომ თავის შევსებული დამალული იყო ხოლმე, არ რაღაც დააწებებდნენ ამ ორ ფურცელს და შუაში იყო ის თითქოს საიდუმლო და რაღაცა ეგეთი იყო, ჩემი არ მახსოვს. მახსოვს ჩემი ძმის, იმიტომ რომ ის ყოველთვის ძალიან ისეთი ტიპი იყო რა, სწრაფად მოფიქრელი და მის შევსებული ყველაფერი ყველაზე მაგარი იყო ხოლმე, ბევრად უფრო მაგარი ვიდრე ახლა რა პროფესიის არის? ეხლა არის საჯების დეპარტამენტის ერთ-ერთი ეს არის რაგბის კავშირში. მაფიოზი არ გამოვიდა.